განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ ალბათ ამ შეხვედრით დავაბოლოებთ წმინდა კვიპრიანე კართაგენელის შესახებ მსჯელობას. მისი ლიტერატურული საღვთისმეტყველო მოღვაწეობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მხარეები შეძლებს დაგვარად წარმოაჩინეთ, მაგრამ დაგვრჩა ერთი ასპექტი, რაც გულისხმობს იმ შრომათა შესახებ მცირედი განხილვის მოწოდებას, რომლებიც კვიპრიანე კართაგენელის ავტორობით არის გავრცელებული, მაგრამ სინამდვილეში მას არ დაუწერია ფსევდო კვიპრიანული ძეგლები. ცხადია, ასეთი ძეგლები მოსალოდნელიც იყო, რომ გაჩნდებოდა იმ განსაკუთრებული ავტორიტეტის გამო, რაც წმინდა კვიპრიანე კართაგენელს ჰქონდა. და ამიტომაა, რომ არაავთენტური, მის ავტორობას ამოფარებული შრომები რაოდენობრივად უფრო მეტი გახლავთ, ვიდრე საკუთრივ კვიპრიანესეულნი. ამ ეგრეთ წოდებულ ფსევდო შრომათა შორის ბევრია საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლი, ესე იგი ეს ფსევდოობა ამ შემთხვევაში არ გულისხმობს თვით მოძღვრების სიყალბესაც ამა თუ იმ ნაშრომში. ეს მხარე, ესე იგი ეს სიყალბე ავტორობის საკითხ ეხება მხოლოდ. შესაძლოა ამა თუ იმ ძეგლის ნამდვილი ავტორი არც განიზრახავდა, რომ კვიპრიანეს სახელით მოხდარიყო გავრცელება მისი ნაშრომის, ეს გვიანდელ ტრადიციაში ალბათ განხორციელდა, ესე იგი გვარი შრომების დაკავშირება კვიპრიანე კართაგენელთან, რომელთა ნამდვილი ავტორიც რატომღაც ჩრდილში დგებოდა. სხვათა შორის უადრეს ეპოქაში და მოგვიანო პერიოდშიც არაიშვიათად ვლინდებოდა მოღვაწეობის ასეთი წესი, რომ ავტორი ამა თუ იმ ნაშრომისა ჩქმალავდა თავის ავტორობას, ანონიმურად ავრცელებდა თავის ნაშრომს, თუნდაც ღირსეულ ნაშრომს. ეს ანონიმურობა საკუთარი სახელის მიჩქმალვა ჩვეულებრივ გამომდინარეობდა ქრისტიანული მოღვაწეობის წესიდან, თავმდაბლობიდან, რომ საკუთარ ღვაწლზე პიროვნებას ხაზგასმა არ გაეკეთებინა. მაგრამ თანდათანობით გაცნობიერდა მეორე მოვლენაც. როდესაც ვინმე რაიმე ნაშრომს აქვეყნებს, ნაშრომის გამოქვეყნება არ გულისხმობს მარტო ოდენ ღირსეულ მხარეს და ესე იგი მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაც ღირსეულობის კუთხით არ წარმოაჩენს ნამდვილ ავტორს. ესა თუ ის ნაშრომი და თითქმის ყველა ნაშრომი რაღაცნაირად მაინც ამა თუ იმ მხარვეს შეიძლება შეიცავდეს. და ასეთ დროს თუ კი ნაშრომი ავტორის გარეშეა გავრცელებული, ვინ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა გარკვეული ცდომილებისა, რომელმაც შეიძლება ამა თუ იმ ნაშრომში იჩინოს თავი. ამიტომ შედარებით გვიან პერიოდში ეკლესიის მამები უკვე აღარ გაურბოდნენ პირუკუ ვალდებულებასაც გრძნობდნენ საკუთარი სახელის აღნიშვნისას, ოღონდ არა ღირსეულობათა წარმოჩენის კუთხით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობით იმ ცდომილობებზე, რაც შეიძლებოდა მათ ნაშრომებში აღმოჩენილიყო. ღირსებებს ისინი ჩვეულებრივ ამა თუ იმ ნაშრომის ღირსებებს განუკუთვნებდნენ პირველად ღმერთს, შემდეგ წმინდანებსა და უშუალოდ მათ მოძღვართ, რომ ისინი იყვნენ ნამდვილი წყარო ამ ღირსებებისა, ხოლო ყოველგვარ ცდომილებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ თვით იღებდნენ. აღება კი პასუხისმგებლობისა მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ სახელი და გვარი, წოდება ნაშრომს თან ახლავს. ასე რომ, რამდენადაც კვიპრიანე უადრეს პერიოდში მოღვაწეობდა და ამ პერიოდის ბევრი ავტორი იმ განწყობილების შესაბამისად, რაც აღნიშნეთ, არ მიიჩნევდა საკუთარ თავს ღირსად, რომ თავისი ავტორობა ხაზგასმით მიეთითებინა და ჩქმალავდა საკუთარ პიროვნებას, აი ეს მხარე გახდა მიზეზი მრავალი უავტორო ძეგლის წარმოშობისა, რომლებსაც გვიანდელ ტრადიციაში ყველაზე უფრო ავტორიტეტულ პირებს, სხვადასხვა შემკრებელნი, კრებულთა შემდგენელნი საკუთარი ინიციატივით მიაწერდნენ. ერთ-ერთი ასეთი ავტორიტეტული ავტორი სწორედ კვიპრიანე გახდა და როგორც აღნიშნეთ, არცაა გასაგვირი, რომ მას ბევრი ძეგლის ავტორობა მიეკუთვნა. კვლავ აღნიშნავთ, თვით ეს ძეგლები, ამ ძეგლების დიდი ნაწილი საკმაოდ ღირსეულია, ზოგიერთი კი შეიძლება ითქვას შესანიშნავი კუთხით წარმოჩნდება როგორც ნამდვილად საღვთისმეტყველო სამოძღვრო ძეგლი და ისინი დღემდე საეკლესიო ლიტერატურის წიაღში და ისტორიაში შესაბამის მათთვის განკუთვნილ ადგილს, რა თქმა უნდა, ისაკუთრებენ. ამ ძეგლთა შორის ალბათ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეხოთ ორ ძეგლს, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ფსევდოშრომებს, რომლებიც საკმაოდ რაოდენობრივია, ვერ განვიხილავთ თავის თავაცხადია ცალკეულად, ეს არც უკავშირდება როგორც თვით კვიპრიანეს, ამიტომ მხოლოდ ჩამონათვალის წესით მათზე მსმენელის ყურადღებას მივაქცევთ. და პირველ რიგში როგორც ვამბობდით, დავასახელებთ შრომებს სახელწოდებით სანახაობათა შესახებ
და კეთილკრძალულების შესახებ. ჩვენ უკვე აღნიშნავდით, რომ ამ სახელწოდების ძეგლები კვიპრიანეს ნამდვილიც აქვს დაწერილი. ეს ძეგლები, რომლებიც კვიპრიანეს ნაწერებში გვხვდება, როგორც გამორკვეულია სინამდვილეში ნოვატიანუსის მიერ არის დაწერილი. ნოვატიანუსზე ჩვენ შემდგომი განხილვა გვექნება. ამ უაღრესად პრობლემურ პიროვნებას ალბათ რამდენიმე საუბარს დაუთმოთ და მაშინ ამ ძეგლებსაც შევეხებით. კვიპრიანეს ავტორობით მოღწეული აგრეთვე თხზულება სახელწოდებით ნოვატიანუსისადმი. კვლევა მაჩვენა, რომ ეს ძეგლი სინამდვილეში დაწერილია უცნობი აფრიკელი ეპისკოპოსის მიერ, რომელიც ეთანხმებოდა კვიპრიანეს, ესე იგი თანამოაზრე იყო კვიპრიანესი ერეტიკოსთა ნათლობის ძალადაკარგულობის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, თუ როგორი იყო კვიპრიანეს თვალსაზრისი ერეტიკოსთა ნათლობასთან დაკავშირებით, მიუთითებდით, რომ კვიპრიანე ნებისმიერ ერეტიკოსისგან აღსრულებულ ნათლობას ძალადაკარგულად თვლიდა და შესაბამისად ყოველი ერესიდან დედა ეკლესიისკენ უკან მობრუნებულ პიროვნებას აუცილებლობის ქვეშ აყენებდა იმისა, რომ იგი ხელახლა მონათლულიყო. იგი თვლიდა, რომ ეს იყო ნამდვილი და პირველი ნათლობა. ყველას ახალი წესით ეკლესიური მართლმადიდებლური გზით ყველას მონათლას განასაზღვრებდა და განაჩინებდა. ეს ძეგლიც, ეს ანონიმური ძეგლიც ამავე თვალსაზრისის დამცველია და როგორც ჩანს ამ გვარმა თანხმობამ თვალსაზრისისა განაპირობა კიდეც ის, რომ ეს ძეგლი კვიპრიანე კართაგენელის ავტორობით გავრცელდა. აქ საყურადღებო გახლავთ კიდევ ერთი დეტალი, რომ იმავე ნათლობასთან დაკავშირებით კვიპრიანეს ავტორობით სხვა ძეგლიცაა ცნობილი, ასევე ეს იგი ფსევდოშრომა სახელწოდებით მეორედ ნათლობის შესახებ, მაგრამ იმ ზემორი თხზულებისგან განსხვავებით, თხზულებისგან, რომელსაც ეწოდება ნოვატიანუსისადმი და რომლის უცნობი ავტორიც ეთანხმება კვიპრიანეს ერეტიკოსთაგან აღსრულებული ნათლობის ძალადაკარგულობის საკითხში, აი ეს ძეგლი სახელწოდებით მეორედ ნათლობის შესახებ, უფრო ზუსტად ამ ძეგლის ავტორი პირიქით ეწინააღმდეგება კვიპრიანეს ხსენებულ აზრს და მიიჩნევს, რომ ერთია წყლით ნათლობა, მეორე კი სულით, რაც ენიჭება მონათლულს ეპისკოპოსის ხელის დადებით. ამ ძეგლის ავტორადაც ივარაუდება უცნობი ეპისკოპოსი აფრიკისა. საყურადღებო ძეგლია კვიპრიანეს ავტორობით ცნობილი თხზულება კამათლით მოთამაშეთა წინააღმდეგ. ამ ნაშრომში დაგმობილი გახლავთ აზარტული თამაშები, სხვათა შორის ეს ძეგლი, რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია, როდესაც აზარტული თამაშები უაღრესად შემოსულია სოციალურ ყოფაში, ცხოვრებაში და ეს ჩვეულებრივ მოვლენად სახელმწიფოებრივად არის დაკანონებული. მაშინ როცა ეკლესიური სწავლება აზარტულ თამაშებს, რა თქმა უნდა, არ იღებს და პირუკუ მკაცრად გმობს მათ. ეს ძეგლი ერთ-ერთი ნიმუშია აი ამგვარი დაგმობისა. ზოგი მკვლევარი ამ ძეგლის ავტორად თვლის პაპ ვიქტორ I-ს, რომელზეც ჩვენ ადრე გვქონდა საუბარი და რომელიც პაპობდა 189-199 წლებში. ზოგი მკვლევარი კი დაახლოებით 300 წელს მოღვაწე კართაგენის ეპისკოპოსს მიიჩნევს ამ ძეგლის ავტორად. ფსევდოშრომებში უნდა დავასახელოთ აგრეთვე თხზულება სახელწოდებით კლერიკოსთა განმხოლოების შესახებ. კლერიკოსი გახლავთ სასულიერო პირი, თვითონ ტერმინი ბერძნულია კლერიკოს, ძველ ქართულად ნაირგვარად ითარგმნებოდა როგორც ჩვეულებრივ ტერმინოლოგიურად, ყველაზე უფრო ხშირად იგი გადმოიცემოდა როგორც მოყვასი. ჩვენ ვიცით ქართულში მოყვასის ჩვეულებრივი მნიშვნელობა, ესე იგი მეგობარი, მოსიყვარულე ვინმე, ახლობელი, ამას ნიშნავს მოყვასი, მაგრამ ამავე დროს მოყვას ჰქონდა საკუთრივ ეკლესიური ტერმინული გაგება. და აღნიშნავდა სწორედ იმას, რასაც ბერძნული კლერიკოსი, ანუ კლეროსის წევრი. აი ეს კლერიკოსი მოყვასის მნიშვნელობით, ანუ უბრალოდ მოყვასი კლერიკოსის მნიშვნელობით ძალიან ხშირად დასტურდება, ვთქვათ, ისეთ მნიშვნელოვან ძეგლში, როგორიცაა არსენი ხალთველისგან თარგმნილი დიდი ჯულის კანონი. თუმცა ამავე ძეგლისგან ჩვენ ვიგებთ იმასაც, რომ ბერძნული კლერიკოსი ქართულად გადმოიცემოდა არა მხოლოდ ტერმინით მოყვასი, არამედ აგრეთვე როგორც სამღდელოი, როგორც სამღდელოისა დასისაგანი და სხვა. თანამედროვე ქართულში მისი ყველაზე უფრო მნიშვნელობა დამტევი შესატყვისი არის სასულიერო პირი. იმიტომ რომ კლერიკოსი არის დიაკონიც, მღვდელიც, ეპისკოპოსიც, მაგრამ არ არის ერისკაცი.
კლერისკაცი კლერიკოსად არ იწოდება. აქედან გამოკვეთილია, რომ კლერიკოს დღევანდელ დღეს შეესაბამება ტერმინი სასულიერო პირი. ხოლო კლეროსი არის თვით სამღვდელო დასი სასულიერო პირთა კრებული. ზოგჯერ ჩვენთან დღევანდელ სიტყვათხმარებაში რუსულ ფორმას ანიჭება უპირატესობას კლირი, კლიროსი, რაც რა თქმა უნდა მცდარი გახლავთ. აი ამ კლერიკოსთა, ანუ სასულიერო პირთა განმხოლოების შესახებ არის საუბარი ხსენებულ ძეგლში. კერძოდ აქ გაკიცხულია კლერიკოსთა, ანუ სასულიერო პირთა ჩვეულება ერთ ჭერქვეშ გაუთხოვარ ქალებთან ცხოვრებისა. ეს წესი ამ პერიოდში საკმაოდ ირღვეოდა, ესე იგი მესამე საუკუნის შუა წლებში ჩვენ ამ თემაზე ადრეც ჰქონდა საუბარი, როდესაც წმინდა კლიმენტე რომელის ავტორობით ცნობილი ეპისტოლის, სირიულად მოღწეული ეპისტოლის ქალწულთა მიმართ ამგვარი სახელწოდებით განხილვას შეუდექით და აღვნიშნეთ, რომ ეს ორი ეპისტოლე ქალწულთა მიმართ სირიულად შემონახულნი არ ეკუთვნიან წმინდა კლიმენტე რომელს, რადგანაც ახსენებულ ეპისტოლებში დაგმობილია სხვადასხვა სქესის სასულიერო პირთა თანაცხოვრება ერთ შენობაში. ანუ თანამესენაკეობა, ასკეტური მოღვაწეობის ერთობლივად წარმოება. ხოლო ეს მოვლენა სწორედ ამ პერიოდში მესამე საუკუნის დამდეგიდან და განსაკუთრებით შუა წლებში ეიჩენს თავს. იგივე მოვლენა დაგმობილი ამ ძეგლში, სკვიპრიანე კართაგენელის ავტორობით ცნობილ ძეგლში კლერიკოსთა განმხოლოების შესახებ. ანუ კლერიკოსი რომ გამოცალკევებული უნდა იყოს გაუთხოვარი ქალისგან თავის სამყოფელში. რაც შეეხება ავტორს ამ ძეგლისას, ჩვეულებრივ მიღებულია ცნობილი ფილოლოგის ჰუგო კოხის მტკიცება, რომ ეს თხზულება დაწერილი უნდა იყოს მესამე საუკუნის აფრიკელი ეპისკოპოსის მიერ. საყურადღებო ძეგლი ასევე ნაშრომი, რომელსაც ეწოდება პასქალური გამოთვლის შესახებ, ანუ აღდგომის გამოთვლის შესახებ, რაც გულისხმობს, ესე იგი ამ ძეგლის მიზანდასახულობა შესწორება წმინდა იპოლიტე რომაელის პასქალური ციკლისა. ჩვენ ადრე აღვნიშნავთ, რომ იპოლიტე რომაელმა შეადგინა პასქალური ციკლი, მაგრამ ეს ციკლი უხარვეზო არ აღმოჩნდა და სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას განიზრახავდა უცნობი ავტორი, რომელმაც ხსენებული ძეგლი კვიპრიანე კართაგენელის ავტორობით გაავრცელა, ან და მან ანონიმურად დატოვა და გვიანდელ ტრადიციაში განეკუთვნა ეს ძეგლი კვიპრიანე კართაგენელს. საყურადღებოა, რომ ეს ნაშრომი ცნობილია 253 წლიდან, ესე იგი ერთ-ერთი უადრესი შრომა ამ რეგიონისა, აფრიკისა, კართაგენისა და ამიტომ რომ ბევრი მკვლევარი თვით ავტორსაც აფრიკული წარმოშობისად თვლის. შეგვიძლია დავასახელოთ აგრეთვე ძეგლი იუდეველთა წინააღმდეგ პოლემიკური მიზანდასახულობის, პოლემიკური დანიშნულების, რაც სტილურად, ჟანრობრივად არის ქადაგება და ეს ქადაგება მიმართულია ისრაელიანთა წინააღმდეგ, კონკრეტულად კი განკიქებულია ამ ქადაგებაში ებრაელთა ისრაელიანთა უმადურობა, რადგანაც ისინი დევნიდნენ ქრისტეს ჯერ კიდევ წინასწარმეტყველთა დევნულობის სახით. ესე იგი, იგულისხმება, რომ წინასწარმეტყველები ქრისტემდელი ქრისტიანები იყვნენ, წინასწარმეტყველებდნენ ისინი ქრისტეს და სწორედ ამიტომ იდევნებოდნენ იმდროინდელი იუდეველებისგან. თუმცა შეცოდებათა მიუხედავად, მიუთითებს ძეგლის ავტორი, ღმერთი მაინც სინანულისაკენ იწვევს ებრაელებს, რომ მათაც მიიღონ საუკუნო ცხოვრება ნათლისღების გზით. აი ესა ძირითადი აზრი ამ ძეგლისა და დავძენთ, რომ თხზულება დაწერილია მესამე საუკუნეში, ალბათ 260 წლამდე. ეს ძეგლი, როგორც დღეისათვის ეს სავსებით ცხადათაა ნაჩვენები, განიცდის გავლენას მეორე საუკუნის ცნობილი აპოლოგეტის მელიტონ სარდიელის, ასეთ შეიძლება ითქვას, შრომისა ვნების შესახებ და აღდგომის შესახებ ორგვარად ითქმის ეს, იმიტომ რომ ბერძნული პასხა ვნებას ნიშნავს ეტიმოლოგიურად, მაგრამ ის აღდგომასაც ეწოდება. და ამიტომ ქართულად ის აღხსებადაც ითარგმნებოდა პასხა და ვნებადაც. მელიტონ სარდიელის აპოლოგეტური შრომა იმდენად თანხვდება ხსენებულ ძეგლს, ხსენებულ ლათინურენოვან ძეგლს და ტექსტობრივი დამთხვევების ზოგან იმდენად ზედმიწევნითია, რომ ჩნდება აზრი აღნიშნული ლათინური ნაშრომის მელიტონის ბერძნული ქადაგების თარგმანად მიჩნევის შესახებ. დავასახელებთ აგრეთვე ძეგლს სახელწოდებით მარტვილთა ქების თაობაზე. ეს ძეგლიც ქადაგებაა, იგი შედგება 3 ნაწილისგან და განმარტავს პირველ ნაწილში მარტვილობის მნიშვნელობას, ეს გახლავთ კერძოდ მე-4, მე-12 თავები, შემდგომ მარტვილობის სიდიადეს მე-13, მე-18 თავები და მარტვილობის უპირატესობას მე-19, 24 თავები.
ნაშრომში აღწერილია ჯოჯოხეთის ტანჯვა წამებანი და იგი დაწერილია მე-3 საუკუნეში, ზოგი მკვლევარის აზრით შესაძლოა ერისკაცის მიერაც კი. ძალიან საყურადღებო ძეგლია თხზულება სახელწოდებით სინაისა და სიონის მთების შესახებ. იგი დაწერილი გახლავთ ხალხურ ლათინურზე და ამ შრომაში სინაის მთა ძველი აღთქმის სიმბოლოდაა წარმოჩენილი, ხოლო სიონის მთა ახალი აღთქმისად. ამასთან პირველი მათგანი, ანუ სინას მთა იგივე ძველი აღთქმა, თავის სულიერ სრულყოფას აღწევს მეორეში. აი ამგვარი რაღაც ღვთისმეტყველური და ამავე დროს ალეგორიულ მისტიკური განმარტება ამოცემული ამ ორი მთისა. დაწერის დრო ამ ძეგლისა გაურკვეველია, თუმცა ის კი მაინც შეიძლება აღინიშნოს, რომ ისიც შექმნილი ჩანს აფრიკაში. კიდევ ერთი ძეგლი კვიპრიანე კართაგენელის ავტორობით სახელწოდებით შეგონება სინანულის შესახებ. ეს ნაშრომი წარმოადგენს ბიბლიური ციტატების პრინციპით იმგვარსავე ნაკრებს, როგორიცაა კვიპრიანეს ნამდვილი შრომები ჩვენს მიერ ადრე განხილულნი, კერძოდ ფორტუნატუსისადმი და კვირინუსისადმი, თუმცა მაინც აშკარად ჩანს, რომ ამ ძეგლის ავტორად ჩვენ კვიპრიანი არ უნდა ვიგულვოთ. ციტატებს წინ უძღვის ასეთი დასათაურება, რომ ყველა ცოდვის მიტევებაა შესაძლებელი იმისთვის, ვინც მთელი გულით მოიქცა ღვთისკენ. ძეგლს საკმაოდ გვიანდელი პერიოდით აკუთვნებენ, თარიღებენ კერძოდ მე-4-მე-5 საუკუნეებით, თუმცა საკმარისი არგუმენტაციის გარეშე. რაღაც თავისებური ძეგლია და ყურადღება მისაქცევი ძეგლია თხზულება, რომელსაც ეწოდება კვიპრიანეს სერობა. ასეა დასათაურებული ის ძეგლი, რომელიც მოგვითხრობს ყანაში გამართული წვეულების შესახებ, სადაც დიდმა მეუფემ, ანუ ღმერთმა, მოიწვია ცნობილი ბიბლიური მოღვაწეები. ავტორი სხვათა შორის უხვად იყენებს აპოკრიფს პავლეს საქმენი, ანუ პავლეს აქტები. და ისიც საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ნაშრომში დაცულია მნიშვნელოვანი მონაცემები მოციქულთა აპოკრიფული საქმეებისა. ეს ძეგლი დაახლოებით 400 წელს ჩანს შექმნილი სამხრეთ გალიაში პოეტ კვიპრიანეს მიერ. და როგორც მიუთითებენ, ესაა უთურის კვიპრიანე მღვდელი, რომლისთვისაც მე-4 საუკუნის მიწურულში ეპისტოლე გაუგზავნია ნეტარ იერონიმეს. კერძოდ ეს გახლავთ იერონიმეს 140 ეპისტოლე თავის ეპისტოლარულ ციკლში. ეს გახლავთ ეს უცნაური ძეგლი სახელწოდებით კვიპრიანეს სერობა. შემდგომია თხზულება, რომელსაც ეწოდება ვიგილიუს ეპისკოპოსისადმი იუდეველური ურწმუნოების შესახებ. სათაურიდანვე აშკარაა, რომ ძეგლი პოლემიკური მიზანდასახულობისაა, თუმცა დეტალურმა შესწავლამ აჩვენა, რომ მას არ აქვს დამოუკიდებელი წარმოშობა, არამედ იგი უფრო თარგმანი უნდა იყოს უკეთ თარგმანზე წამზღვარებული შესავალი. კერძოდ, დღეისათვის უკვე გარკვეულია, ეს ძეგლი სხვა არაფერია, თუ არა ბერძენი აპოლოგეტის ჩვენი მიერ ადრე განხილულის არისტონ პელაიელის ნაშრომის აპოლოგეტური დიალოგის ლათინური თარგმანის შესავალი. და ბოლოს კვიპრიანე კართაგენელის ავტორობით ცნობილი გახლავთ ასევე ნაშრომი სახელწოდებით ასეულის, 60-ეულის, 30-ეულის შესახებ. ნაშრომი, როგორც ჩანს, დაწერილია მე-4 საუკუნეში აფრიკელი ავტორის მიერ და იგი, ესე იგი, ავტორი ეხება იმ სამმაგ საზღაურს, რაც მიეგებათ მარტვილებს, ასკეტებსა და კეთილ ქრისტიანებს. გამორკვეულია, რომ ეს თხზულება განიცდის წმინდა კვიპრიანეს ნამდვილი შრომების გავლენას, განწყობითაც და სამეტყველო ენის მხრივაც. აი დაახლოებით ეს გახლავთ ის ძეგლები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ამჯერად წარმოვადგინოთ კვიპრიანეს ავტორობით გავრცელებულნი, მაგრამ სინამდვილეში მისგან არ დაწერილნი და მთლიანობაში ამით შეიკვრება ის ვრცელი ციკლი, რაც კვიპრიანე კართაგენელის ცხოვრებას და მოღვაწეობას გულისხმობს, გადმოცემულს ამჯერად, ესე იგი რადიოსაუბრის სახით, თავისთავად ცხადია უაღრესად ზოგადი შტრიხებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.